22 მარტია და სულ 2 საათის წინ გავოცილეთ ბოლო უკანასკნელ გზაზე ჩვენი პატრიარქი და აი მე და გაბრიელი დავჯექით და ძალიან ესეთი პატარა მოკლე მოგრძალებული რა არის. It's რაღაც სიტყვის სანამ დავამოწოდება, აი ძალიან მიხარია და ძალიან ამოყოფ, რომ ჩვენი პატრიარქი ჩემი ნათლია. აი ძალიან მიხარია. ჯიგარი დაარტყი. ხო, მადლობა პატრიარქს ამისთვის და ჩვენც აი ამ დიდი წრის ნათესაობები რო გავხდით და ნათლი მირონობა რომ გვაქვს. მეგობრებო, მთელი ეს გაბრიელ მთელი ეს დღეები ძალიან დათრგუნული ვარ პირადად მე ისე როგორც ყველა და დამთავრდა რაღაცა ძლიერი, რაღაცა ძალიან თბილი და არ ვიცით რა დაიწყება ახალი. თუმცა როცა ამას ვამბობ, ციყვი. ხო. არ გულებს ხმობ იმას, რომ რაღაცის მეშინია. არაფრისაც არ მეშინია. უბრალოდ ბუნებრივი მდგომარეობაა, დამთავრდა უდიდესი ეპოქა, გავაცილეთ ჩვენი პატრიარქი უკანასკნელ გზაზე და იწყება რაღაც ახალი. მე მინდა გითხრა შენ, ესერ გაბრიელ, რომ აი დღეს ეს დღეები ახლა ხო ჩვენ მეც ხომ მიყურებ და ხო ხედავთ რა მოცემულობაა და შენ თვალით ნახე და იხილე და შენც გახდი იმ ყველაფრის ნაწილი მიუხედავად იმისა რომ კიდევაც დაიღალე და კიდეც რაღაცები მოგინდა ბავშვი თუ არ და რიგში გამატარეო ესეც კი არ გვითქვამს და კაცურად ვაშკაცურად ჩემს გვერდით იდექი და ბოლომდე როგორც წესი და რიგი ისე გავიარეთ რიგი ხო ასე ხო და ანუ ბედნიერი კაცი ხო რა იყო მეთქი ეს ბავშვი რატო არ მიდის ეს ბავშვი არ არისო ყველა ითხოვს რომ გაატარო და არა მეთქი სულშულიანი კაცია მეთქი გური იქ ხუმრობდი თორემ სამხანავდით ბედნიერი კაცი ხარ გაბრიელი მით რომ ესეთი ნათლია ყავს ზეცაში დიდი მეოხი შეიძინე დიდი მფარველი შენი მამა გაბრიელთან ერთად და ამ ყველაფერს შენი თვალით უყურე 10 წლის ხარ და უკვე გააზრებული გაქვს და სამუდამოდ დაგრჩება და ხალხის ასეთი ერთობა, აი ასეთი ტრაგიკულად გაერთიანება აღარ დაგჭირებოდეს არასდროს. მაგრამ ის რაც შენ ნახე, ეს შენ ნახე უდიდესი რამ და შენი თაობის ბავშვებმა. მენა გითხრა პატუცემულო გაბრიელ, რომ მთელი ეს დღეები მე რო ესე დათრგუნული და რაღაც ესე ვიყავი. დღეს დილით, როდესაც შენზე ადრე გავიღვიძე და გამოვედი ოთახიდან რაღაცნაირად უკვე დღეს რო უნდა დაკრძალო პატრიარქი ძალიან ძიმეთ ვიყავი და რაღაცნაირად ესე უცბად გავიაზრე რომ აი პატრიარქის ნათლული რო ხარ რაღაცა დიდი სხვანაირი მადლი გაქვს და მივხვდი რომ იცი აი დღეს გავიაზრე პირველად ამ დღეებში რომ აი მისი გარდაცვალების მერე რომ შენი სახით და ნათლულების სახით ჩვენ ოჯახებში პატრიარქმა ძალიან დიდი ნუგეში დაგვიტოვა რა და რო შემოვედი მე მოვბრუნდი გიყურებდი გეძინა და ისეთი სითბო ჩამეღვარა გულში ისეთი სიახლოვე ვიგრძენი პატრიარქთან უბრალოდ იმიტომ რომ შენ გიყურებდი და უბრალოდ იმის რომ მისი ნათლული ხარ და მისი მადლი გცხია და მისი მირონი გცხია მისი ნათლი მირონობის იმხელა ნუგეში ვიგრძენი და ისეთი შობა ეს დღეები რას ვიტანჯავდი თავს მეთქი ეს როგორ ვერ გავიაზრე აქამდე მეთქი და რაღაცნაირად ჩემბრა წამოვდი აქეთ მე ხატებთან და დავიღვარეთ ცრემლებად რა და საერთოდაც ერთი რამ დაიმახსოვრეთ გაბრიელ რა. ნახე ჩვენ მცნებებში 10 მცნება. ყველა მცნება მე-4 და მე-5-ს გარდა არის აი ესეთი აი არა ის ქნა, არა ეს, არა რაღაც, სულ არა, სულ აკრძალვა და მოწოდება რომ არა, აი კატეგორიულად არა. მე-4 და მე-5 მცნებაში, რო გადახედო მე-4 და მე-5 მცნებაში, მე-4 არის ასეთი რომ მოიხსენე დღე იგი შაბათი და მე-5 იცი რა არის? რა? პატივი ეცი მამასა და დედასა შენსა რომ კეთილი გეყოს. არ მაგ ორთან არა აქვს. და იმე აკრძალვაზე არ არსებობა პირიქით. პირიქით შთაგაგონებს, შეგაგონებს და მოგიწოდებს რომ ეს გააკეთე. და ამით იცი რისი თქმა მინდა? ის თქვენს ბავშვებო ყველა ვინც ახლა ჩვენ გვიყურებთ დაიმახსოვრეთ რომ უდიდესი ერის, უდიდესი შვილები ხართ. აი ამ პატარა ქვეყნის უდიდესი შვილები ხართ. პატრიარქმა მაგარი ფრაზა და ის პატრიარქმა მით გაბრიელმა მაგარი სიტყვები თქვა გუშინ წინ რომ პატარა საქართველოს დიდი პატრიარქიო და მე მეგონა რომ სადღაც მოისმინა და ეს თუ შენ თავში დაიბადა ბრავო და მიხარია რომ ეს ასე მოხდა. ხო და დიდი ადამიანები უნდა გაიზარდოთ მეგობრებო. პატარებო დიდი შვილები და ეს შემთხვევით არ თქვი თქვენი წარმატების გასაღები
თქვენსავე ხელშია და ღმერთმა ეს ხელის გულში გაბრიელ გამოგიშალა და ჩაგიდო და გითხრა რომ პატივი ეცი დედასა და დედასა შენს რომ კეთილი გეყოს და დღეგრძელი იყო ანუ პირდაპირ გეუბნება რომ შენ რომ წარმატებული იყო დღეგრძელი ყველაფერი კონდეს კარგად შენ ცხოვრებაში ისე რომ შეგნიდა და ღვთისგან კურთხევით დადიოდე მშობლების პატივისცემით უნდა დადიოდე აქედან იწყება ყველაფერი და მე ჩემის მხრივ ჩემ მშობლებს ჩვენს პატრიარქს ქვეყანას და აი ესეთი პატივისცემები მაქვს მეც ვიღაცას ვემორჩილები კანონზომიერება ასეა აწყობილი და მე არ ვიცი შენ ვინ გამოხვალ თუ არა დიდი მეკარე გამოხვალ თუ არა ძალიან განათლებული და ნასწავლი გაბრიელ მაგრამ იმის პირობა უნდა ნამდვილად მომცე რომ იქნები ძალიან დიდი და მაგარი ქართველი ვაჟკაცი კაცი აი მაგარი სამართლიანი მორწმუნე და შენ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული პატრიოტი კაცი გაიზრდები აი ეს უნდა შეძლო ეს არის თავარი მაგაზე გპირდები ხო მოგლეთ მეგობრებო სევდიანია მთელი ეს დღეები და იცით რა არის აი მე როდესაც ჩემთვის მე ერთ-ერთ ჩემს ვიდეოში ვთქვი პატრიარქი იყო ჩემთვის ძალიან პატარაობდა რომ მოხდა ჩემი მასთან შეხება იყო რაღაც ესეთი ავტორიტეტი და სულიერი ესეთი ძლიერი ბურჯი დასაყრდენი რა და მე არ დავუმალო მოდი პირდაპირ ვიტყვი რა აი იმ დღის მერე რაც მეუფეშიო მოსაყდრეთ აკურთხა მთელი ჩემი შინაგანი პატრიარქთან ერთად გადაერთო მეუფეშიოზე პირადად ჩემთვის როგორი ნუგეშიც იყო პატრიარქი თავის ცხოვრებაში და უყურებდი აი ახლა ამ დღეებში გამიმძაფრდა განსაკუთრებით ვუცქერ მეუფეშიოს მის თვალებს მის გამომეტყოლებას მის სახეს ვაკვირდები და ვხედავ რომ ჩემთვის ერთი ავტორიტეტის წასვლით ძალიან დიდი ავტორიტეტი დამიტოვა ვისთანაც დიდი სულიერი კავშირი მექნება და მე რაღაცნაირად შევეცდები რომ მეუფეს უფრო დაუახლოვდე არ ვიცი რა გზებით მაგრამ შევეცდები დაუახლოვდე რა და დაგაახლოვო შენც მისტერ გაბრიელ ნუ ცადოთ უნდა ვცადოთ და უნდა ვიცხოვროთ ისე როგორც წესია და რიგია ასევე მინდა გითხრათ რომ მთელი ამ დღეების განმავლობაში მე ვაკვირდები ჩვენი მეუფეების ჯერ მეუფეები ახლა შენ წარმოიდგინე ჩვენი მეუფეები არიან პატრიარქის შვილები იმიტომ რომ პატრიარქმა ახალიდან ააშენა ქართული დანგრეული ეკლესია ათეიზმი იყო დაკანონებული კანონით ათეიზმი იყო წარმოიდგინე და ეხა ვინც მის გარშემო წმინდა სინოდში ყავს და მეუფეები ეპარქიებში მწყავს ესენი იყვნენ მისი შვილები წარმოიდგინე და მამობრივი დამოკიდებულება ქონდათ ეხლა დარჩნენ ძმები ჩათვალე ერთი ოჯახის ერთი მამის შვილები ძმები დარჩნენ და მათ შორის უნდა მოხდეს ეხა პატრიარქის არჩევა და დარწმუნებული ვარ საქართველოს ძალიან სწორ არჩევანს იხილავს და ვინც არ უნდა იყოს ჩვენი მეუფე ჩვენი ახალი პატრიარქი იქნება უსაყვარლესი უთბილესი და მე პირადად უზომოდ შევიყვარებ თუმცა ჩემი სურვილი და აი ეს რაღაცა დამოკიდებულება მე უბრალოდ ისე მოგრძალებულად გამოვხატე უბრალოდ ამას მთელი ჩემი შინაგანი ასე გრძნობს და იმას ვამბობდი რომ მე ვაკვირდები მთელი ამ დღეების განმავლობაში თითოეული მეუფის სამღვდელო პირის გამონათქვამებს და მეუფეშიომაც ბოლო სიტყვაში დღეს სოციალიზმში იდგა ასეთი რამ თქვა ხაზგასმით და არა შემთხვევით რომ მოწამეობრივი გზა განვლო და 60 ქულო ღვაწლი ეს ნიშნავს იმას რომ შენი ნათლია ჩემო მეგობარო შენსავე ცხოვრებაში აუცილებლად მოხდება მისი კანონიზება წმინდანად შერაცხვა და როგორც ახლა ეგ ხედავ შენ ხატებს ესე გექნება შენი ნათლის ხატი ისე როგორც მამა გაბრიელის ხატს უყურებ და ლოცულობ მისთვის და შენ პირადად ვიცი რომ მამა გაბრიელი ძალიან გიყვარს რას უკავშირებ აბა რომელი ძალიან დიდი სურვილი აგისრულა უცბად შენთვის ბავშვი მამა გაბრიელი მაგრამ ხო არ გაქვს ისეთი ვიცი რომ რაღაცებს თხოვ ხოლმე აი რა გახსენდება რაცა უნდა ბავშვი მოგეჩვენოს და ცოტა ისეთი მაინც თქვი მოიძე ფეხბურთზე დავიწყებ მინდა აი ყველაზე მეტად მამა გაბრიელს აი ვაძის უბასო როჯბერბოდი თუ შევარდეს არა ვაძის უბასო პირველი შენ თამაში მაგარ ამბავს ყოფა ხო მე პენალტი დაინიშნა ჩვენ კარში მე მირტყავდნენ პენალტს და კარში მე ვიდექი პირველი თამაში იყო შენი თამგონი ხო იჯვარი გადავიჭერე და მამა გაბრიელს თხოვე რომ გთხო მომახსნევინე ეს ბურთი თქო და ზუსტადაც მოხსენი
ხო და დიდი ოვაციებიც გამოიწვია შენი პირველი თამაში და პირველი პენალი და გამოვიდა თუ არა ეგრევე მითხრა რომ ამა გაბრიელს თხოვო და ხო რამხელა ის გამოიწვია რა ემოცია პირველ თამაში თან ჯერ არც ინდივიდუალზე დადიოდი არაფერი მე გავარჯიშებდი ხოლმე რაღაცებს მე რა ვიცოდი ამას გავარჯიშებდი და პირველი პენალი რომ აიღო გამოვიდა თუ არა არაფერი არ უთქვი ესეთი აუ მამიო იციო მამა გაბრიელს თხოვო და დამეხმარაო მოკლედ დღევანდელ დღეს ესე აღარ გავაგრძელებთ აღარ გადაგხლეთ კიდე უფრო მეტად ემოციურად ყველანი დატვირთულები ვართ და რა გვიყვარდეს ერთმანეთი ესეთები როგორებიც ვართ და ვაპატიოთ ერთმანეთს ესე აღვასრულოთ ჩვენ პატრიარქის უდიდესი სურვილი რომ მას უნდა გაერთიანებული ერი და საქართველო ენახა და მან ნახა გაერთიანებული ერიც და საქართველოც თუმცა არა იმ გაგებით როგორც ზოგიერთი აღიქვამს ამ სიტყვებს და მის სიღრმეს მოეთანხმება მოგცეს ყველას და სიკეთე და გახსოვდეს რომ დიდი ნათლის შვილი ხარ და მართლმადიდებლური ეკლესიის აი ამ დიდი ოჯახის წევრი ხარ ნათლი მირონული გზით, მირონცხებით. ასე რომ დიდი პასუხისმგებლობა გაქვს მისტერ გაბრიელ და როგორც წეგან გითხარი, მე მართლა არ ვიცი. ეგ ჩემი დიდი მიზანია და სურვილი და მოყვები და თავს არ ზოგავდა არაფერს იმისთვის რომ მიაღწიო შენ მიზანს და იყო წარმატებული ფეხბურთელი მეკარე. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის და რა ის პირობაც მოგვეცი ის არის რომ ძალიან დიდი ქართველი უნდა გაიზარდო და თქვენ ბავშვებოდო ზოგადად აიღეთ თქვენი მშობლებისგან ლოცა კურთხევა დაუჯერეთ მათ და როგორც წეგან გითხარით მეხუთემცნებას გადახედეთ და აი მიხვდებით რომ წარმატების გასაღები აი ფორმულა პირდაპირ ხელისგულში ჩაგიდოთ ღმერთმა და გითხრათ რომ თუ შენ გინდა რომ იყო წარმატებული მოკლედ რომ გავაკეთო ფორმულირება მცნების განმარტება შენი მშობლების პატივისცემით იწყება და თუ შენ გექნება პატივისცემა შენი მშობლების მიმართ შენ გექნება ყველაფერი და კურთხეული იქნები ამით დაგემშვიდობებით და ღმერთმა ყველას სიკეთე მოგცეს მშვიდობა და ვიყოთ იმედიანად რომ ყველაფერი ისევ გაგრძელდება ჩვენ სულიერ ცხოვრებაში როგორც აქამდე იყო უკეთესობისკენ და უკეთესობისკენ გვევლოს ყველას რამეს ხო არ დავამატებდი კი დავამატებდი რაც უფრო ბევრი პატიება იცით რაც უფრო ბევრს გაპატიებთ ღმერთი ამიტომ მით უფრო ბევრს გვაპატიებს ამიტომ იცოდეთ პატიება მეგობრებო შეგარი აბა კარგად ჩვენი გვერდის განვითარების და მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ მითითებულ რეკვიზიტებზე გადახვიდეთ და მხარი დაგუჭიროთ რა თქმა უნდა თუ მოგწონვართ და თქვენთან ახლოს ვართ ჩვენი რაღაცეებით მადლობა წინასწარ